მოგესალმებით საქმიანი თემები და დროული ინფორმაცია საქართველოდან და უცხოეთიდან ეთერში ეკონომეტრი მე დავით ლავაძე ვარ. რუხის სავაჭრო ცენტრმა ოპერირება დაიწყო. ცენტრში განლაგებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ბიკის სრულყოფილ ოპერირებას ეტაპობრივად იწყებენ. აპრილში გაიხსნება რეგიონში ყველაზე დიდი სუპერმარკეტის ფილიალი. ცენტრში უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე ევროპული ღია ტიპის ბაზარი. კომპლექსი 10 შენობას აერთიანებს, რომელთა საერთო ფართი 10,000 კვადრატული მეტრია. ცენტრის სრულად ამოქმედების შემდეგ მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტის ღირებულება კი 15 მილიონ ლარამდეა. ძალიან გიხარია, რომ კიდევ ერთი დიდი ობიექტი შეემატა რუხის სავაჭრო ცენტრს. ულოცავთ დღევანდელ დღეს საპარტნიორო ფონდს, ულოცავთ სამეგრელოს მოსახლეობას. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ კიდევ უფრო მეტი ცნობილი ბრენდი გამოჩნდეს აქ და განავითარებთ ამ ობიექტს მეტად და მეტად. ინვესტიცია მოიცვა დაახლოებით 200 ადამიანის დასაქმება, ანუ 200 ადამიანი არ ნიშნავს ეს დამატებით შემოსავალს 200 ადამიანისთვის, ეს ნიშნავს პიროვნული ტექნიკური განვითარების შესაძლებლობა. Მთლიანად რეგიონისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აღარ მოუწევთ თბილისში, ბათუმში სიარული, რომ შეიძინონ ის მასალა, რომლებიც მათ ოჯახში ჭირდება. ეკონომიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც თავარია ამ ჰიპერმარკეტში დასაქმდა 70 ადამიანი.